7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულზე ჭიათურა ალილოს საყოველთაო ზეიმს შეუერთდა. საზეიმო მსვლელობა მღვიმევის დედათა მონასტრიდან და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლიდან ერთდროულად დაიწყო. შობის მახარებლებმა გალობით ქალაქის ქუჩები მოიარეს და გაჭირვებულთათვის ნობათი შეაგროვეს. დღევანდელი დღე არის გამორჩეული დღე, იმიტომ რომ დღეს იშვა ქრისტე მაცხოვარი და ყველას უხარია ეს დღე და ყველა აღნიშნავს. წვიმა არის, მაგრამ როგორც ხედავთ, ხელს არ გვიშლის, მაინც ჩვენ სიყვარულით და სიხარულით ვაგრძელებთ ჩვენს ალილოს და ყველას უსურვებ ჯანმრთელობას. მსვლელობას ტრადიციულად თეატრალიზირებული სახე ჰქონდა. ურემში შებმულ კამეჩებს წინ წყემსები მიუძღვებოდნენ, რომლებიც მაცხოვრის შობის მახარებლებს განასახიერებენ. ალილოს მსვლელობა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან შეჩერდა, სადაც ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გამგეობის თანამშრომლებმა და საკრებულოს წევრებმა ქრისტეშობის მახარებლებს საახალწლო ნობათი გადასცეს და საზეიმო მსვლელობას შეუერთდნენ. სულხან მახათაძისა და მთელი გამგეობის სახელით მინდა მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული თითოეულ ჭიათურელს და სრულიად საქართველოს. მინდა უსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, წინსვლა, წარმატებები, ხვავი, ბარაქა, ჩვენს ერთს გამრავლება და სამშობლოს გამთლიანება. დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა მთელს ქრისტიანულ სამყაროში. მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს ქრისტეს შობის დღესასწაულს და ამ დღესასწაულს ახლავს ესეთი ძალიან ლამაზი ალილოს რიტუალი. ჩვენ მთელი გამგეობა, მთელი მუნიციპალიტეტი უერთდებით ამ რიტუალს. შობის დღესასწაულზე ჩვენმა მთელმა გამგეობამ შევაგროვეთ, შევკრიბეთ საჩუქრები, რათა შევერთებოდით ამ შესანიშნავ რიტუალს. ალილოს მსვლელობა უძველესი ტრადიციაა და საქართველოში მე-5-6 საუკუნიდან იღებს სათავეს. საბჭოთა პერიოდში საშობაო რიტუალი აიკრძალა. ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით 2000 წელს აღდგა და მას შემდეგ ყოველ 7 იანვარს ალილოს მსვლელობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ათასობით მართლმადიდებელი ერთვება. ეს ხალხი ულოცავს რაიონს, სრულიად საქართველოს. როგორც მოგვებმა ახარეს შობის მოვლენა ამ ქვეყანაზე. ასევე ჩვენც ვახარებთ ყველას. კიდევ ერთხელ გილოცავ ჩობას. მინდა მიულოცო ყველას მთელ საქართველოს და უსურვო რომ მაცხოვრის ჩვენი ღვთისმშობლის მადლით გაერთიანებულ საქართველოში ეცხოვროს ყველას. ყველას სიხარული, ბედნიერება და კარგად ყოფნა მინდა უსურვო. მინდა აღნიშნო რომ ქალაქში ეს დღესასწაული ალილო პირველად მართლმადიდებელი სკოლის მეთაურობით დაიწყო 5 წლის წინ. ყოველ წელიწადს გამოვდივართ ჩვენ და აი ეს გვეხმარებიან მოსახლეობა გვეხმარება უფრო სწორად, შემოწირულობა ფულიც არის შემოწირული. ძალიან დიდი საჩუქარი გაგვიკეთა წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ. ბევრი საჩუქარი მოგწა, ასე რომ ხვალ ჩვენ გვექნება საშუალება რომ თითქმის ყველა სოციალურად დაუცველი დავაკმაყოფილოთ. საზეიმო მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში დასრულდა, სადაც პარაკლისი აღევლინა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში შობის ესეთი ფორმით აღნიშნის ტრადიცია იყო. შემდგომ იყო რაღაც წვეთა და ვიცით ყველამ რომ უკვე დაახლოებით 90-იან წლებიდან უწმიდესის ლოცვა კურთხევით აღდგა ეს ტრადიცია. ძალიან ლამაზია, თქვენც ნახეთ ახლა ცოტა ამინდი არ გვიწყობდა ხელს, მაგრამ შეძლებს დაგვარად შევეცადეთ რომ ჩვენი ქალაქის მოსახლეობისათვის მიგველოცა დღესასწაული, შეგვეხსენებინა კიდევ ერთხელ რომ უდიდესი საიდუმლოება აღესრულა უკვე 20 საუკუნეა მის შემდეგ და აი ეს საიდუმლოება გახდა მიზეზი მანამდე მაცხოვრებელი ადამიანებისთვისაც და მას შემდეგ მაცხოვრებელი ადამიანებისთვისაც გახდა მიზეზი დიდი სიხარულისა და ბედნიერებისა, რაც არის ისე თქვათ უფლება ადამიანის სამოთხეში დაბრუნების. ეს იყო მართლაც ამაღლებული, საოცარი მსვლელობა, ამით ჩვენ შევერთით მთლიანად მთელ საქართველოს მართლმადიდებლური ერის სვლას და ვიმედოვნებ რომ
უფალი ალბათ ისე ლამაზად, ისე მშვენივრად, ისე ძალუმად განმოხედავს ჩვენს ქვეყანას, როგორც ეკუთვნის საქართველოს მის ერს, მის მართლმადიდებლობას. ალილოს მსვლელობაზე შეგროვილი ნობათი და შემოწირულობა დახარისხდება და სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადაეცემათ.